ვინიცის როგორ მელის ვარძია რადით ფიქრშია რა მწველ დარდზეა როგორ აცგერდნენ სამცხეს კედები ვინიცის როგორ მელის ვარძია როგორ მელიან თმოგვის კედლები უთქმელ ღაღადით უთქმელ ვედრებით როგორ ამღერდნენ მაღალ ღმერთისთვის როგორ მელიან თმოგვის კედლები ვინიცის როგორ მელის ხერთვისი იმ ძველ მოძღვრისთვის იმ ძველ მხედრისთვის სიცოცხლეს მხოლოდ ერთი აზრი აქვს ვინიცის როგორ მელის ხერთვისი როგორ მელიან მტკვარზე მერცხლები ნამი რომელიც ველის ვარდზეა ვინიცის როგორ მელის მესხეთი ვინიცის როგორ მელის ვარძია მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო ჩვენ პროფესიის მორიგ გადაცემაში ყველასათვის ცნობილი ადამიანი ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი სტუმრობს რომელიც ამჟამად საქართველოს ერთ-ერთ უძველეს კუთხეში მესხეთში იმყოფება კერძოდ კი ყურო ტაბასუმეში და ის თავად მოგვიყვება საკუთარი პროფესიის ხიბლზე წარმატებებსა და სირთულეებზე და გვიამბობს თუ რა აკავშირებს მას საქართველოს ამ ძირცველ ისტორიულ კუთხესთან მაშასა პროფესიის სტუმარი მსახიობი ზურაბ ცისთილაძე Kobulეთის პოლიციას თქვენ დაეცით და იარაღი მოხდაცეთ? დიახ, მე და იარაღით მეწავარ. გლეხერებს თქვენ მოუწოდებდით ბეგარაძენ უგახოლთ და გადასახადი არ გადაიხადოთ. ეგეც მართალია. უკაცრავად, ბატონი ზურაბი. კი, აქ არის, გამარჯობა ბატონო არჩილ. თქვენ ახალი ხართ? მოგესალმებით ბატონ ზურაბ, დიდი მადლობა რომ ჩემი გადაცემის სტუმარი ხართ და ძალიან მიხარია. გარდა იმისა რომ თქვენ შეგულებას აქ ატარებთ და აქ ისვენებთ, მაყურებლის დიდმა ნაწილმა არც კი იცის რომ თქვენ ამ კუთხესთან განსაკუთრებული ისტორია გაკავშირებთ. მოვუყვეთ პროფესიის მაყურებელს, რა კავშირი გაქვთ მესხეთთან და რას ნიშნავს თქვენთვის ეს კუთხე? შორენა ჩემო კარგო მესხეთში მე რა დამასვენებს. აქ ვარ ძალიან აღზნებული, აღტკინებული, გახარებული ტკივილებით სავსე და სიხარულითაც. აქ იმდენი მადლია ღვთის მიერ მოძებული თვალსაჩინოდ. ეს არის ჰაერი, უნება, წყალი, რომელიც წყლიდან ამოდის. გუშინ გაახლდით ნახეთ ის წყალი და მივხვდი ადამიანის უმადურობის დონე რაოდენ დიდია. რაოდენ უმადურია ადამიანი. უფლისად. რომ ყველა სიკეთეს აძლევს მას, როგორი მწყალობელია, როგორი მონწყალია და ჩვენ კიდევ როგორ ვექცევით მას. თუნდაც ამ კუთხეს, სადაც ახლა ჩვენ ვართ, რამდენიმე ასეული ისტორიული ძეგლია. წეგან ლაპარაკობდით ამის შესახებ და ვიმეორებ, რომ ბევრ დიდ ქვეყანას და დიდ სახელმწიფოს არ აქვს იმდენი, რაც აქ ამ პატარა ხეობაშია.
მესხეთი ჩემთვის არის გარდა ამისა, გარდა ჰაერისა, ბუნებისა, სუნთქვისა, რუსთაველი. საბედნიეროდ ისმის რუსთველის სიტყვა უმეტეს და ღმერთმაქრას რომ ეს მომავალშიც უფრო წარმატებით განხორციელდეს. ეხლა რუსთველზე მინდა რომ სურვილიც გამოვთქვა თქვენი ტელევიზიისადმი, რახან ახალციხეში მესხეთში არის ტელევიზია მეცხრე არხი, მეცხრე ცაა სიხარულის ადგილი, რომ ძირითადი პრიორიტეტული ფიქრობ, რომ უნდა იყოს ის დიდი ადამიანები, რომელმაც მაგალითები იყვნენ სამშობლოსათვის. მართლაც რომ ესეთი თავისთვის კი არა, მასრა ვარგოსთვის ავთანდილები იყვნენ აქ. რუსთაველი აქ იმიტომ გაჩნდა, რომ აქ ხალხი იყო ისეთი, რომ მასრა ვარგო კმარის ესე ჩემად დავლად ავთანდილი ამბობს. სხვათა რგება იყო შოთას დროინდელი საქართველოს და თვით შოთას სიმბოლო. დღეს სამწუხაროდ მე რა ვირგო ამაზე უფრო დახელოვნებული ვარ ვიდრე სხვათა რგებაზე. ამიტომ თქვი ის რომ მიუბაძოთ ღმერთს, რასაკვირველია, გააჩინა ხატა და სახე თვისად, იმიტომ რომ მას მიუბაძოთ, რა სიკეთეებს გვაძლევს და ჩვენ ღმერთს სიკეთე როგორ უნდა ვაჩვენოთ? ერთმანეთისადმი პატივისცემითა და სიკეთის გაღებით ურთიერთისადმი. მაშინ იქნება ის ჩვენთან ერთად. ამიტომ პრიორიტეტული თქვენი ტელევიზიის რასაკვირველია, რუსთველი უნდა იყოს. სადა ვართ კაცო, აქ ვარძია, საფარა, ვეფხის ტყაოსანი. ვერა ვარ გულგრილი და მომკალით მინდა ამისადმი. და კიდევ უფრო ახლო ისტორია. აქ ამ ხარეში იყო ხალხი, რომლებიც აი სულ დროს გაყარეს აქედან, განდევნეს კათოლიკი ქართველები, მდიდრები, რომლებიც ძალიან საქმიანები იყვნენ და სხვათა მიწაზე, სხვა ტერიტორიაზე. სტამბულში მონასტერი ააშენეს, ქართული ეკლესია დღესაც აიქა. ხარის ჭერაშვილი მეორე მათე წოდებულიო. აქ ისეთი სარწმუნოების მქონე კაცი, რომელმაც სკოლა თურქეთში ფერიქოის მთაზე არის, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი მაშინდელი დაფუძნებული, სადაც 153-მდე მოსწავლე ყავდა. ქართველთა მიერ გაყიდულ ბავშვებს ყიდულობდნენ იქა, სკოლაში მიდიოდნენ და ასწავლიდნენ რას? ქართულს, ფიზიკას, მათემატიკას, უცხო ენებს და საუკეთესო მოსწავლეები იყვნენ. იქ გააკეთეს სტამბა, წიგნებს ბეჭდავდნენ და მაშინ, როდესაც აქ 1860-იან წლებში ქართული ლაპარაკი კიდე შეიძლებოდა. და წერა კითხვა, წიგნი არ იყო, წირვა ლოცვა აკრძალული იყო. აი იქ ხდებოდა. ამ ხალხზე მინდა გითხრათ, რომ რაღაცა ნაფიქრი მაქვს. აქვს დიდებული პიროვნება გახდა ჩოთა ლომსაძე, რომელსაც წიგნი აქვს და ეს აღწერილი აქვს ყველაფერი, თუ რა ღვაწლი ადებთ იმ ხალხს ჩემი ქვეყნისადმი. რომ არა ისინი საკითხავია რომ არა ისინი დღეს მე და შენ აქ ქართულად ვილაპარაკებდით, აქ ტელევიზია იქნებოდა. მე ხედავთ, ისეთი ჭრა იყო და წყვეტა ქართული ენისა. ეს ის პერიოდია, ეს ბნელი პერიოდი. აქედან ქართველების აყრის და რუსთველის მიწიდან განთავისუფლების პერიოდი იყო და იმათმა იხსნეს და იმიტომაც არის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს სიხარულის უფლება, იმიტომ რომ აქ ჩემ წინ დგას კამერები და ჩემგან ინტერვიუს იღებენ და ჩვენ რუსთაველზე ვლაპარაკობთ და იმ დიდ ხალხზე, რომელსაც დიდი ღვაწლი აქვს ამ კუთხისად. ამისთვის დიდი მადლობა მეცხრე არხს და შენ განსაკუთრებით ჩვენ. რომ ძალიან შენი ძალისხმევა რომ არა, მე აქ შვებულებას ბჭყალებში არ გავატარებდი. სად დაიბადა და გაიზარდა სურათსინცხილე? მე დავიბადე ბათუმში. მერე ბებიამ გამზარდა ლანჩხუთში, გურიაში და ჩემდა საბედნიეროდ ეს იქ დაბადება, იქ სწავლა, მერე ესა, მერე თეატრიდან ყველა კუთხე, ყველა ხე, ესეც დასაც ვატარებდით გასტროლებზე რომ დავდიოდით, მინდა გითხრა, თეატრიდან. რომ მქონდა ეგეთი თვისება, თვალს ამიკრავდნენ, ავტობუსი დავდიოდით და აბა სადა ვართ ახლა? გავახელდა იმ წუთში ვიტყოდი, რომელ კუთხეში ვიყავით და რომელ მხარეს ვიყავით და იმ კუთხის ინტონაცია მქონდა კიდე აბითვისებდი, რომ შევდიოდი თუ არა. მიწიდან მოდის ეს ინტონაცია. ზოგი ამბობს, რომ ეს ინტონაციების სასაცილოდ
იგდებენ ხოლმე სასაცილოდ. არა, ჩემი მხარე, ჩემი საქართველო მაგიტოა ლამაზი, რა სხვადასხვა ინტონაციებია. სხვადასხვა სილამაზე წარმოიდგინეთ, მთელ საქართველოში მარტო მსხალი რო ყვავოდეს. გიხდით? ხილია ეს უამრავი და სილამაზე ამაშია მრავალფეროვნებაში, რომელიც სხვადასხვა კუთხეები ინახავენ ამა თუ იმ მარგალიტებს. ენისას და მინდა გითხრა აქვე, რომ აქ არის ვარძია, რომელიც დღემდე მე არსად არ წამიკითხავს, რომ რატო ჰქვია ვარძია. გადმოცემის თანახმად იმისთანა სასაცილო ამბებს ყვებიან, რომ ეს ბავშვისთვის შეიძლება მოუყვე და მე ეს ბავშვი რამოდენიმე მეოთხე კლასში შეგეკითხება, რომ დედა ან მამა ეს არ არის სერიოზული და იქნებ სერიოზულად მითხრა რატო ქვია ვარძია. მოიძია, მაძიებელი ძია მეგრულ ლაზურად ნიშნავს ნახვას. ვარ არის უარყოფა, ვარძია ვერ ვნახე. დაფარულია. მალულა სოფელი დამალულია. მით უმეტეს იქვე არის ზოგად ქართული სახელი ქვია საფარა, დაფარული. მიხვდი ერთი და იგივე სახელია. დამალაც არის, აჰა. მიხვდი და კიდევ ახლა ვინც იცის ეს დამალა დაფარულს რას ნიშნავს? სამწუხაროდ, რასაც ღირებულს ვაკეთებთ ჩვენ, დღეს არ ვიცით ესა. ყვირით ხმამაღლა, ღირებული უნდა დავმალოთ, დავფაროთ. თუ არა ტერს მისამართს ვაძლევთ, რომ ჩვენ აქ გვაქვს ღირებული. და სწორედ იქ მიიტანს ის ინერიშს. ვიცოდეთ, ამიტომაც თუნდაც აი ვარძიას მაგალითი უნდა იყოს სიმბოლო. ვარძია უნდა იყოს მესხეთის სიმბოლო და საფარა და არა თურქი მესხი. მიხვდით? აღარ გათავდა ამაზე ლაპარაკი, ამდენი 200 თუ 300 წელიწადია. იმიტომ რომ ვიღაცას აწყობს ესა, ხელსაყრელია მისთვის. ჩვენ და საწინააღმდეგო. ეს ცხენი ჩემი ახალგაზრდობისას ცითური იყო. გავთეთრდით ერთად. ეხლა თავიდან მივდივარ გრაფინიას გასაძარცვალად. ნახოთ, თუ გაძარცული არ დავხვდა იქაურობა, თავიდან გავიხსენებ ჩემი გმირის პროფესიას, ყაჩაღობას. ნახოთ. წადი. გასული საუკუნის არა, მე-19 საუკუნის ბოლოს ჩემი გმირი აი აქ გრაფინიას გასაცარცვად ჩამოვიდა. მხოლოდ ფული წაიღო და წავიდა, მაგრამ აქ ისეთი სილამაზე იყო მაშინ. გრაფინია ცხოვრობდა და აქ ინტელიგენციის, რუსული ინტელიგენციის მეფის, რომანოვთა გვარის ხალხი, ქალბატონები, ბატონები დადიოდნენ. გაძარცვა ჩუმად და წავიდა დატოვა აქაურობა. გრაფინიას წაართვა მხოლოდ ფული. აი ხო ჩემი შვილებთან ერთად ვათვალიერებ იმ ადგილს, სადაც 150 წლის წინ მოხდა ეს ამბავი და მას შემდეგ სამწუხაროდ არ ყოფილა, მაგრამ მე ვამბობ, რომ გავძარცვებაში მეთქი და გაძარცვა ასეთი უნდა, როგორიც დღეს არის. აი ეს არის ნამდვილად გაძარცვული. მაშინ მხოლოდ ფული წაიღო და მინდა გითხრათ, რომ ის სამართლიანი გმირი იყო. და ფული წაიღო და ისტორიულად ცნობილია, რომ ეს ფული დაურიგა იმ გლეხებს, ვისაც ახალციხელმა ყაჩაღმა ყაზანჯოღლიმ საქონელი წაართვა. წარმოგიდგენია? გადმოვიდა აქ, მას უფლება არ ქონდა რაღაცა წესებია ეგეთი ესეთი ყაჩაღებს შორის, რომ ის მისი ტერიტორია, ის მისი ტერიტორია ზაჭარიდან გადმოვიდა და ყაზანჯოღლის ტერიტორიაზე გრაფინია გაძარცვა. დიდი სინჯები იყო, რომ მეულუდი ვის უნდა ეთამაშა და როგორც ჩანს ეს სამართლიანობის გრძნობა, როგორც ჩანს ჩემში მოძალებული იყო და ამიტომაც მინდა გითხრათ, რომ ეხლა გადავხდები ხშირად მithქვავს და ეხლაც მინდა გაიმეორებ თქვენთან, რომ ეს მეულუდი იყო სამართლიანობისთვის მებრძოლი. და ეხლა ბოლოდროინდელი გმირი არქილწილოსანი და სამართლიანი. მიხვდით? ვიბრძოლე და მივაღწია სამართლიანობას გმირებში.
ასე რომ ეს გზები გავლილი მაქვს და ალბათ ამიტომ მომეცამა საშუალება რომ მე განახორციელო. ასე რომ ძალიან გული მწყდება რომ აქ საძარცვავი არაფერი აღარ დარჩა. ძალიან გული მწყდება. აქ რა აქ ყვავილებით იყო მორთული, არა ვერ ვიყავი რა საკურველია. რამოდენიმე წლის შემდეგ კიდე ჩამოვედი და ისე იყო აქ სანატორიუმი მესხეთი. აქ იყო ალბათ იმედი მაქვს რომ რახან ეს ასე დგას, ხვალაც უკეთესად იქნება. არ შეიძლება ამის ასე მიტოვება, ვერ ვიცი. ბატონ ზურაბ, რომ მოგუყვეთ, როგორ დაიწყო თქვენი კარიერა, თქვენი პირველი ნაბიჯები ამ პროფესიაში? ეხლა შორენა შენზეა დამოკიდებული ახალ რამეს რას გამახსენებ. იმიტომ რომ იმდენჯერ მომიყოლია ეს, იმდენ გაზეთში, ჟურნალში, ტელევიზიაში ყოფილა. ეხლა რაღაც განსაკუთრებული ესე რატო ვთქვი? რაღაც განსაკუთრებულად დამისვი ეს კითხვა და ახალი მოგონება მაქვს, რომ სწორედაც რომ თითქმის ყველა ამბობს რომ მე ბავშვობიდან მსახიობობაზე ოცნებობდი, მე ოცნებაც კი ვერ მოვასწარი, უკვე სკოლაში ვიყავი, სკოლის ასაკში და თეატრალურ ინსტიტუტიდან ქალბატონი ბაბულია ნიკოლაიშვილი ჩამოვიდა სამსახიობო ნიჭით დაჯილდოებულ მაცვილებს ეძებდნენ, წარმოგიდგენიათ და აღმოჩნდა რომ თურმე ეს მე გაცნობიერებული არ მქონდა. მე აღმოჩნდი ესეთი და ერთ-ერთი ინგლისურის გაკვეთილზე დამაკითხეს მერანი. ჯერ გაკვირვებული ვიყავი, იმიტომ რომ მერანს ინგლისურზე დამაკითხებდნენ. ასე რომ მე მითხრეს რომ ჩამოხვალთ ბათუმში, იქაც კიდე რაღაცებიც ამაკითხეს და მე რაღაც ტექსტები მომცეს, ეს ისწავლე და ჩამოვგზავნდი თბილისშიო. ჩამოვგზავნდი თუ არ უთქვამთ, ჩამოდითო. ჩამოვედი და ესე მოვხდი თეატრალურ ინსტიტუტში. ალბათ რომ ოცნებაც ვერ მოვასწარი რომ მას ნიშნავს ოცნება და მინდა გითხრათ რომ თვითონ როცა ფილმები ძალიან მიყვარდა, მაგრამ ეს იმდენად შორეული იყო ჩემთვის, რომ ვერც კი გავბედავდი რომ მეოცნება. პირველი ჩემთვის ფილმი იყო მაიაწნეთელი. პირველი ფილმი სადაც და დასაკვირველია, შემიყვარდა მე მაიაწნეთელი, ბავშვს პატარას და ეს ყველაფერი ნამდვილი მეკონა ცხადია, რომ მეოცნება რომ მე იმას შევასრულებ და ის გავხდები და მეც ამდაგვარი რაღაცა ვიქნები ამის შესახებ. მე საბედნიეროდ არ მიფიქრია ეს ყველაფერი და მინდა გითხრა ახლა რომ ვაკვირდები რაღაც ფილმებს რომ უყურე, მიუხედავად იმისა, ჩემი პროფესიისა, ასე არ უნდა ვიყო, მაინც ნამდვილი მგონია ეს. და რო ამბობენ რომ მსახიობმა და რა როლი ითამაშეო, გავაღიზიანებოდ მოქმედებს ეს შეკითხვაც კი. იმიტომ რომ ვცდილობდი კი არა. შეიძლება ასე ვთქვათ, რომ მე ასეთ არ მეთამაშე. მე ამათ გმირის ცხოვრებით ცხოვრობდი და ეს ჩემი ნაწილი იყო თითოეული გმირი. ბატონ ზურაბ, როლები ახსენეთ და მინდა გითხრათ, თუ ყოფილა თქვენს როლებს შორის კონკურენცია, მესმის რომ ამ თქვით რომ მეუბნებოდნენ ითამაშეო ამაზე, ანუ ყოველთვის მე ეს კითხვა რო დაგესვათ თქვენ 3 წლის წინ, გეტყოდით არა მეთქი. იმიტომ რომ სერიალმა რა გააკეთა ახლა, მთლიანად ცხოვრების ნაწილად იქცა ჩემი. იმიტომ რომ თეატრში დაუშვათ ერთი თვე რეპეტიციები გაქვს, მე თამაშობ კვირაში ერთხელ თუ ასე შემდეგ და ის უფრო მაინც იმ როლში ფიქრობ იმაზე უშუალოდ იმ დღეს, როცა ეს სპექტაკლი უნდა ითამაშო. ამ შემთხვევაში ამ 2 წელიწადი და ცოტა მეტი სერიალის გმირი გახლდი. თითქმის მერეოდა
მერეოდა ერთმანეთში ზურაბცინსკილაძე და აბჩილძელის შემიგ მიხდა. ხო და ამ პროექტზე სერიალი რასაც ქვია, გოგონა გარეუბნიდან პროექტზე არ მომწონს ეგ სიტყვა, მაგრამ ხმარობ მაინც მუშაობამ ახლის განმავლობაში თითქმის ჩემად გახადა. ხანდახან არჩილო რომ დაიძახებენ მივიხედავ ხოლმე. მერეოდა ერთმანეთი და ხა თანდათან გამოვდივარ მდგომარეობიდან. არჩილი გარდაიცვალა. და ხშირად ჩემი კბინები ხშირ შემთხვევაში ახლა გავაცნობიერე, ყვდებიან ხოლმე ბოლოს. ბოლოს ან შუაში, სადღაც ყვდებიან. მოკლედ, სერიალი გოგონა გარეუბნიდან იყო ბოლო პერიოდის ერთ-ერთი პოპულარული ქართული სერიალი და თქვენთან როგორც ახსენეთ, ჰქონდათ იქ ერთ-ერთი მთავარი როლი არჩილ წილოსანი, რომელიც იყო ტელევიზიის დირექტორი. რახან ჟურნალისტი ვარ, მინდა კითხოთ, ძნელია ტელევიზიის დირექტორობა მისულად? ძალიან გამიძნელდა ტელევიზიის ხელმძღვანელობა, მე-11 არხის, ამიტომაც იძულებული გავხდი, იმიტომ როცა ტელევიზია, მე ცხოვრებისეული ტელევიზიის პატრონობა უკვე ძალიან ჩართულობას ნიშნავს საზოგადოებასთანაც, ზევით-ქვევით ხელისუფლებასთანაც და ამიტომაც მისი ირგვლივ ძალიან ბევრი ინტრიგებია, მithქვა მოთქვა და ამიტომაც არჩილ წილოსანი, პატიოსანი, სამართლიანი კაცი იძულებული გახდა დაეთმო ტელევიზია და სხვა სამსახურში გადასულიყო. ეს იყო კლინიკა. უკვე მიეხედა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. იქაც ვფიქრობ წარმატებული კლინიკა ექნებოდა არჩილ წილოსანზე, იმიტომ რომ ის იყო სამართლიანი და პატიოსანი კაცი. და სამართლიანები და პატიოსნები გულის გახეთქვით კვდებიან და არჩილ წილოსანსაც იგივე დაემართა. ბატონო, თქვენ სერიალში იპოვეთ ვაჟი. რა გითხრათ თქვენ ოჯახზე? ვის გაშეთქვით თქვენი ოჯახი? თუ გყავთ ვაჟი ცხოვრებაში? ხო, მქონდა ესეთი შემთხვევა, თქვენმა კოლეგამ დამისვა ეს კითხვა და მე აღმოვაჩინე ვიპოვე ვაჟი და ის წყურვილი რაც მქონდა, ორი ქალიშვილის პატრონია, 4 შვილიშვილი მყავს და ვაჟიშვილი არ მყავს. მაგრამ მის წყურვილის ფოტოშორის ამ ფილმში მითხარი რომ ჩემად იქცა მეთქი. სწორედაც ეს ერთ-ერთი მაგალითია, რომ ეს ჩემი შვილად მივიღე მართლა. ზურაბცინსკილაძემ და არ არჩილ წილოსანი. სამწუხაროდ მე იმაში სერიალში მიმკიცებდნენ ეს არ არის შენი ისაბუთი ყალბი იყო, მაგრამ დღესაც კი შვილად მიღებული ვარ. მე თორნიკე გოგრიჩიანის რომ ნახავ, სადაც არ უნდა იყოს რაღაც ჩემიანი. ძალიან ახლობელია. ჩვენ როგორც ისე თქვენი მეუღლე თამრიკო დათუაშვილი არის მსახიობი. რომ მოუყვეთ მაყურებელს, როდის, სად გაიცანით და როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია? ძალიან საინტერესო ისტორია, სხვათა შორის, რომ ტელევიზია, რომ იქ სადაც მე ვსწავლობდი ბათუმში, ეს პატარა ფილმია გახსოვთ, ალბათ კედელი, კედელზე რო წერენ მესიჯებს უგზავნიან ერთმანეთს, იქ არის თამრიკო. А это я. ეს გოგო ბავშვობაში ძალიან მომწონდა ცხადია. როგორ ვიოცნებებდი ახლა წეგამ თქვი რომ ოცნებაც კი შორეული იყო ჩემთვის რომ მსახიობი გავხდარიყო. ხო და ერთ-ერთ სპექტაკლზე, სადიპლომო სპექტაკლი იყო თემურ ჩხეიძის თეატრალურ ინსტიტუტში. ეს მე-10 კლასელი არ ხედავ იმაში სახეზე შევიცანე რომ ეს იყო. და მოხდა ისე რომ ეს გოგო შემთხვევათა გამო ეს გრძელი ამბავია მე მომიწია სახლში გაცილება ჩემმა პედაგოგმა როგორც ყველაზე წესიერ პატიოსანს ბათუმიდან ჩამოსულ ახალგაზრდას თხოვა რომ მე ვერ ვაცილებო დედამისმა გამომატანაო და მიაცილეო აგე იმაზე ცხოვრობსო მაშინ დელფლეხანოვზე ახლა აღმაშენებელზე და მე მომიწია თამრიკოს სახლამდე მიცილება მანამ მინდა გითხრათ რომ ხმა არ მომიღე ისე მივაცილე ერთი სიტყვაც არ მithქვავს თამრიკო მითხრა აი ეს არის ჩემი სახლი მე თამრიკო მქვია და ეს იყო ჩვენი დიალოგი მეტი რა ესე დაიწყო ну ამიშან ხო ესე დაიწყო ჩვენი ნაცნობობა და მე თეატრალური ინსტიტუტი მოხდა ისე რომ განგების ამბავია
როგორია ორი ხელოვანის თანაცხოვრება ბატონ ზურაბ? ძალიან მსახიობ. მე არ ვიცი რომ არამსახიობი ცოლი მყოლოდა როგორი ვიქნებოდი, როგორი ურთიერთობები მექნებოდა, მაგრამ აქ არის ძალიან მინდა გითხრა რომ ეხლა ამ თვეში 40 წელი შეგვესრულდა ჩვენ ერთად ყოფნისა და აქ სიხარულის ბევრი იყო, წუხელის ბევრი იყო, მაგრამ იმაზე რომ ჩვენ ცალ-ცალკე გვეცხოვრა, არასოდეს ტვინში ეგეთი რამ არ გვგვივია. და ვერ წარმომიდგენია ძირითადად ჩემი ცნობიერი ცხოვრება ცოლთან ერთად ხარ დაწყებული. უცოლოდ როდის ვიყავი, არც კი მახსოვს. ნებისმიერი პროფესია. არა მარტო მსახიობი, მაგრამ პოპულარულია და გამოჩინებულია პროფესიის გამო ადამიანს. ნებისმიერი პროფესია თუ შენ ცუდი მოსამსახურე ხარ იმ საქმეში, რასაც აკეთებ, ძნელია. არა მარტო მსახიობისთვის ძნელია, რჩენა, ინჟინერისთვის ადვილია. მე არ გამოვყოფდი მსახიობს სხვა პროფესიისაგან, ექიმისაგან, ინჟინერისაგან, მშენებლისაგან და ასე შემდეგ. არიან კარგი მშენებლები, არიან ცუდი, რომელთაც უჭირთ და სხვა საქმეებში გადიან. კარგი მსახიობები არიან ცუდი და ასე შემდეგ. ეს გამორჩეულად რომ მსახიობისთვის ძნელი იყოს და სარჩენად, თვითონ რჩენაც რაც ქვია, ეგეც პირობითია. უბრალოდ როცა აკეთებს საყვარელს ძალიან გასაკვირველია, ჩემს პატარა ქვეყანაში მსახიობობა, კინო, თეატრი, სიმღერა, ესტრადა, ჩემს პატარა ქვეყანა ტირაჟი არის პატარა. აი სწორედ ეს მინდოდა მეკითხავ დიდ ქვეყანაში, მე რუსეთში ვიყო, ამერიკაში ვიყო, იქ გადაღებული ერთი დღის პრემიერა არის 30 მილიონი შემოსავალი. და საქართველოში ერთი დღის პრემიერა შეიძლება 500 ლარზე მეტი არ შემოვიდა. აი სწორედ ეს მინდოდა მეკითხა როგორია დღეს თეატრალური ცხოვრება საქართველოში და როგორ ექცევა ყურადღება, რამდენად ექცევა ყურადღება ქართულ კულტურას. თეატრალური ცხოვრება საქართველოს ჩემ ტერიტორიაზე, კავკასიაში, იბერიაში, ოდითგან 40,000 წლის სახელმწიფოს არსებობიდან აქვს ამას ტრადიცია. სხვადასხვა სახელი ერქვა. ჩვენ ისტორიიდან ვიცით, რომ რომში იყო, საბერძნეთში იყო თეატრი, აქაც იყო. ჩვენთანაც იყო ინტერესი, განასახიერებდნენ ხან ღმერთებს, სატანებს არ აკეთებდნენ. აქ ხდებოდა ესა. ზოგჯერ დაფასებული იყო ესა, ზოგჯერ არ იყო დაფასებული, ცოტათი მეტად. ასე შემდეგ. იცი რა არის, კარგი სპექტაკლი იქნება, კარგი შემოქმედება. ყოველთვის თავისი ფასი აქვს და თავისი ადგილი. ჩვენ ერთი ახლა მსახიობებს მოუწოდებ, რომ ხშირად იტყვია, რომ აი ამერიკელი მსახიობი, ამერიკელი მილიონობით, ასეულობით მილიონი მაყურებელი ყავს და ჩვენ სულ ცოტა სამნახევარი ჩვენთან ერთი მაყურებლის თუნდაც შეიძლება მე მილიონად ვეღებდეს ისა. ის სიყვარული ეხლა აქ სადღაც სოფელ აბასთუმიდან კაცმა მაწონი ამომიტანა და მაჩუქა. შეიძლება ეს უშუალოდ შვარცნეგერის მილიონზე მეტი იყოს ჩემთვის. რომ გითხრათ როლებზე, რომელმაც თეატრშიც და კინოშიც განსაკუთრებული წარმატება მოგიტანეთ და რა როლებითაც გახდა პოპულარული ზურაბ ცინცქილა. პოპულარული რა როლით ხდები, ეს მსახიობი ვერ განსაზღვრავს ამას. მაყურებელმა რომელი როლით შეიყვარა. და მინდა გითხრათ, რომ თეატრში მქონდა ესეთი როლი ილია ჭავჭავაძის განდეგილი, რომელიც ძალიან ბევრ სკოლაში, ყველა სოფელში თითქმის დათამაშებია. და მუდამ სიამოვნებით განვასახიერებდი ამ განდეგილს. და ძალიან ყოველთვის მახსენდება ეს იყო ძალიან 20 წლის წინ, მაგრამ უფრო მეტი. და რასაკვირველია პოპულარული არის კინო. მეულოდმა განსაკუთრებული ჩემი დიდი პაპა ალი მირზა დიასამიძე ასპინძის ომში ხლებია ერეკლემებს. ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში სისხლი დაუღრია. სად მისტუმრებ თოფამერთ? გაღმა რა მინდა? ჩემს მიწაზე უნდა მოვკვდე. სიყვარული და მსახურე, რომ ეს მე ვიყავი ხშირად, აქაც კი რომ ეს არაფერ არჯერად ეს შორეული რაღაცა. მე აუცილებლად უნდა ვიყო გმირი, ესეთი გმირია, რომ ეს აუცილებლად ის რომ ჩამოახჩეს თუ დახვრიტეს, მაშინ უნდა მომკვდარი იყო. კვდრებს უფრო აფასებენ. ხო და ძალიან დიდი სიყვარული დაემსახურა ამას, მეუღლე ცხადია და შემდეგ ის დანარჩენი როლები თეატრში, კინოში იყო თუ სად იყო,
რადიოში, რადიო სპექტაკლებში განსაკუთრებით გაღმა უნდა გავიყო. შევკარდაფრდი. ძალიან ბევრი როლები მაქვს შესრულებული რადიო სპექტაკლებში და განსაკუთრებით მიყვარს რადიო, იმიტომ რომ იქ მე ვიყავი თითქმის ყველა დიდ მსახიობების პარტნიორი. მითხრა თეატრში ერთში ხართ მეორეში თეატრის მსახიობებთან აკუთირდება. მაგრამ რადიოში სხვადასხვა ყველა თეატრები. ეროსი მანჯგალაძე, რამაშ ხიხვაძე, დიდი მსახიობები ვინც ყოფილა, მათთან ურთიერთობა მქონია და ამან ჩემ პროფესიას შეძინა ძალიან დიდი პლუსი დაუსვა. მათმა გამოცდილებამ, მათმა ცხოვრების წესმა გნებავთ და მსახიობურმა ნიჭიერება. იქ ყოველთვის ნიჭიერებს იწვევდნენ. ამორჩეული მსახიობები იყო. ხო და ამიტომ მინდა ეს კარგია გამახსენე, რადიოს განსაკუთრებული როლი აქვს ჩემი პროფესიისათვის. ბატონ ზურაბ, მაინტერესებს თუ გაქვთ შეხება მესხეთის თეატრთან, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან და როგორია შედარება თუ ჯადიხართ რეგიონებში და რა მდგომარეობაა რეგიონებში ცენტრთან განსხვავებით თეატრალური ცხოვრება როგორია და რამდენად ექცევა ყურადღება რეგიონულ თეატრებს, რამდენად გაქვთ ამის ინფორმაცია? ყურადღება ექცევა იცით რა არის, რამდენადაც თუ ინტერესი იქნა ეს ხალხზეა დამოკიდებული. მეგობრებო, როგორი საზოგადოებაც არის ამა თუ იმ ქალაქში თუ რეგიონში, ისეთივე თეატრია. როგორცაც მოითხოვს საზოგადოება, ისეთივე სპექტაკლი დაიდგება. ამიტომაც იქ შეიძლება ცუდი იყოს, კარგი იყოს, მაგრამ ის საზოგადოების მოთხოვნებს აკმაყოფილებს, დესუნდა. თუ საზოგადოება მოითხოვს მხოლოდ იუმორისტულ გადაცემებს, სკეჩებს და ასე შემდეგ, რასაკვირველია თეატრი იძულებულია, რომ რას საზოგადოება მოითხოვს, ის გააკეთოს. მე დიდი სიამოვნებით მოუწოდებ ეხლა რომელ კამერას შევხედო. პირდაპირ ეთერში, რომ სიამოვნებით ერთ-ერთ როლზე თანახმავა, რომ მესხეთის თეატრში ვითამაშო. ეს საინტერესო იქნება მაყურებლისთვისაც და ჩემთვის გაცილებით მეტად, რომ სცენიდან შევხედავ ჩემ მშობლიურ ხალხს. დიდი სიამოვნებით, მით უმეტეს, რომ აქ ძალიან დიდხანს თავი რეჟისორი იყო ჩემი ჯგუფელი, ერთად რო ვსწავლობდით ზურაბ სიხარულიძე. თუ ზურაბთან ერთად ჩამოვალდა და გავიხსენებთ ახალგაზრდობას, კარგი იქნება, თუ ამის საშუალება მიეცემა თეატრს. მე სიამოვნებით თანახმავარ, რომ ახალციხის თეატრში მესხი მაყურებლის ტაში დავიმსახურე. ზენა ყოველთვის იყო შრომისთვის მომართული, ძალიან უყვარს თავისი ხელობა. შეუყვარდა იმ თავითვე. ნახე ჯერ რომ მოვიდა ჩაებარებინა ყმაწვილს, თავს მეძლის ყმაწვილს, უკვე სიყვარულით მოვიდა. ასეთი იყო, თავიდანვე დაიწყო ასე მისი ცხოვრება სამსახიობო ხელოვნებაში. პირველივე დღიდან ის მოვიდა ძალიან ახალგაზრდა, ძალიან ჯერ კიდევ ნორჩი ყმაწვილი. და დარჩა ასეთივე. მისი თვისებაა ეს როგორც ჩანს პიროვნება. ნიჭიერი კაცია. ყველაფრის დამორჩილება და გაგება და დაუნჯებით არის ხოლმე შეფყრობილი და ეს მას რა თქმა უნდა ძალიან ეხმარება სპექტაკლში, რომელსაც ახალციხეში ვაპირებს საფესტივალი. ალბათ ზურაც მეყოლება. ალბათ კი არა მოვილაპარაკო, ჩვენ რომ მას ექნება აქ სამუშაო. და მწყის ის რომ ის არ არის ერთ გარკვეულ თეატრთან ერთად და ნუ ასე თავისუფალი მსახიობური გზა არჩია ამ სიბერეში. სიბერეს ვამბობთ, რომ ზური არ დაღერებოდა ჯერ ახალგაზრდა ის. მეორე პირი ფაქტურად არ მეგულება ისეთი, რომელიც ასე მაგრად იყო შეყვარებული სამცხე ჯავახეთში და აი ყველაფერს აკეთებდეს დღენიათაკ, რომ მესხეთს და სამცხე ჯავახეთს იანობაში გაუკეთოს სიკეთე. ყველგან სადაც კი რაღაცა მიუწვდება ხელი რომ თქვას ან გააკეთოს, აი ეს ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდ მესხეთში სიკეთე მოიტანოს. რა თქმა უნდა, ახლა ის აქ დამადებული არ არის, მაგრამ განსაკუთრებული სიყვარული აქვს, რაც ხანდახან ჩვენც ვფიქრდებით ხოლმე თვითონ მესხელების გვიგვრის, რომ საიდან ამ კაცში ამხელა სიყვარული მესხეთის არის, მაგრამ შეყვარებულია ყველაფერზე, აბსოლუტურად კულტურაზე, ისტორიაზე, ტრადიციაზე, აღარ ვამბობ ამ ეკლესია მონასტრებზე ხო გადაყოლილია და თუ ჩამოვა ერთი დღით არ არსებობს, რაღაცა მონაკვეთი არ გამონაყოლს და რომელიმე ეკლესია, მონასტერი არ მოინახულოს.
ბატონ ზურაბ, რომ ვთქვათ, მაყურებელს რა საქმიანობთ ახლა და როგორია თქვენი საქმე? დღეს ახლა მივდივარ აქედან ბათუმში საბავშვო ფილმის გადასაღებად. ორი ფილმი უკვე გავაკეთეთ. ეს არის ბავშვები თამაშობენ ძირითადად ფილმში და რომელიმე ცნობილი მსახიობი. ეხლა მას წინათ იყო თენგიზ არჩვაძე თამაშობდა. მე ვფიქრობ აქ მესხეთში გადავიღოთ ესა და ბავშვები, რომლებიც წარმოაჩენენ იმ ისტორიულ ბავშვების პირით, იქნება ახალი ცოდნა მიცებული უფროსებისადმი. და სლოგანი მაქვს ესეთი: ვისწავლოთ ბავშვებისგან. ბავშვები დღეს უფრო ჭკვიანები არიან ვიდრე უფროსები და მშობლები. ამასთან დაკავშირებით და მე კიდე ბევრი გეგმები მქონდა, მაგრამ აქ ჩამოსვლა მესხეთში და იმ გახსენებამზე ხან გითხარი, რომ გრძნობ სხეულით, სულით, სისხლით ყველაფრით. ყველა საშუალება უნდა ვიხმარო, როგორმე აქ დავბრუნდე. ალბათ მესხეთში როგორმე დავბრუნდე, ეს იქნება წეგანაც. იქნება მაყურებლისთვის ეს რომ ეს. როგორმე მე მერქვას მესხი. მინდა რომ მერქვას მესხი, ისა ვამბობ ზოგადად, მაგრამ მაინც აჭარლად აღვიქმნები და არა ვარ და რა თმინდა ეგა ზოგიერთი სხვა ის იმას რაც ვარ, უნდა ვიყო ის. მithumetes რუსთველის თანამემამულე ვარ. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზურაბ, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობ თქვენ, რომ ჩამთვალეთ ღირსად, რომ ორი კამერა ჩემ წინ დგარიყო და დიდი მადლობა. სტუმრობა ჩვენ გადაცემაში წარმატებებს გისურვებთ, რაც თავარია და იმას რომ გირქვათ მესხი, აი თქვენი დიდი სურვილის სასრულობას. და მაყურებელს შევახსენებ, რომ პროფესიის სტუმარი მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე იყო. ჩვენ მომდევნო ორშაბათს სხვა პროფესიის ადამიანთან ერთად დაგიბრუნდებით. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად ნახვამდის.